არის თუ არა დაპირისპირება სასულიერო წრეებში წმინდა სინოდის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ სასულიერო პირებს შორის ძალაუფლების გადანაწილების მცდელობაზე დაიწყო საუბარი. სამღვდელოებისა და თეოლოგების ერთი ნაწილი მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ორი მიტროპოლიტი ეპარქიების ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს, რამდენიმე ეპარქია კი დაიღო. სინოდის ბოლოს ხდომაზე 7 ახალი ეპისკოპოსიც დამტკიცდა. 7 ახალი ეპისკოპოსი, 5 ახალი ეპარქიაური პენსიაზე გაშვებული მიტროპოლიტი და ერთი მღვდელმსახურება შეჩერებული დეკანოზი. ასეთია სინოდის ხდომის ოქმი, რომელიც საჯაროდ წუხილ გამოქვეყნდა. ეპარქიების გაყოფა რეორგანიზაციით აიხსნა მეტროპოლიტთა პენსიაზე გასვლა ასაკით, თუმცა რატომ აეკრძალა მღვდელმსახურება იაკობ აბაშიძეს უცნობია. ხდომაზე მოხდა ეპარქიების რეორგანიზაცია, კერძოდ გაიყო 4 ეპარქია. ამასთან საეპისკოპოსო კანდიდატებად გამორჩეული იქნა 7 სასულიერო პირი. პენსიაზე ქუთათელ გაენათელი მეტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს გაშვებაც იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს. ამის შესახებ სამების ტაძრის დიაკონი ელიზბარ დიაკონაძე აცხადებს, ის წმინდა სინოდის ხდომის დეტალებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეპარქიების გაყოფა ეკლესიის გაძლიერებას არ ემსახურებოდა. მეუფე საპენსიოდ იქნა გამზადებული, რომ მეუფემ დაიცვა თავისი უფლებები იმ მხრივ, ბჭყალებში ვამბობ, უფლებები იმ მხრივ, რომ შეპირდა სინოდს და საზოგადოებას, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას თავად განაცხადებდა. თავად ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი კი კატეგორიულად უარყოფს მისი პენსიაზე გაშვების სურვილს. მეუფე კალისტრატი აცხადებს, რომ ის არსად წასვლას არაპირებს და ხმებს უსწრებენ. არავის არის პენსია, სანამ ველთავარი, გულის კანონი. მოძრაობა შეუძლია, რამე და რომც არ შეუძლია, მაინც ეკლესია უნდა მიხეს. წოთსოფელი ეს წარმოსა გადასახვა არის. ანა გაგიკვირდეს, რაც გინდა გაიგო წოთსოფელი. დაპირისპირება სასულიერო წრეებში ან პატრიარქის როლის გაძლიერებაზე, ასეთია თეოლოგთა მოსაზრებები სინოდის ხდომის შედეგებზე. თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეპარქიების გაყოფა ძალაუფლების გადანაწილების მცდელობაც იყოს. შეიძლება ეს იყოს ძალაუფლებისათვის ბრძოლა, თქვათ, ჩვენ უნდა შევხედოთ ყურადღებით, რომელი ეპისკოპოსი რომელ შიდა საეკლესიო პარტიას ეკუთვნის. ასევე შეიძლება ეს იყოს პატრიარქის ზოგადად პატრიარქის გაძლიერება. ჩემი აზრით, აქ უკვე ისეთ დონეს მიაღწია, ასე თქვათ, ამ სკანდალებმა და უკმაყოფილებამ რევლის და ზოგადად საზოგადოების, რომ უკვე შეუძლებელი იყო ალბათ ამისი მიჩუმათება და ეკლესიამ და სინოდმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა რაღაცნაირი წესრიგის დამყარება. სინოდმა გარდა ეპარქიების გაყოფისა, ბოლო დროს ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში არსებულ სირთულეებსა და ქვეყანაში რელიგიური დაპირისპირების მცდელობებზეც იმსჯელა.